დასაოჯახებელი ქალები და კაცები მალე ერთ სივრცეში მოიყრიან თავს. გორში არც მეტი არც ნაკლები გაცნობის ბიურო იხსნება. მეორე ნახევრების მაძიებლებს ერთმანეთის პოვნაში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დაეხმარება. შალვა ცერცვაძემ ინიციატივა შეიმუშავა და ახლა მხარდაჭერას გორის მერიისგან ელის. როგორ ხდება გორის საზოგადოება შალვა ცერცვაძის გეგმას და აპირებს თუ არა მის მხარდაჭერას გორის მერი ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. დავიწყო. აბა კაცები. წამოიდა კაცები. აბა გამარჯობათ. ქალები. წამოიდა ქალები. ყოჩაღად, რადგან მართლა წამოდი. შალვა ცერცვაძემ ჯერ არ იცის ვინ საიდან და როგორ წამოვა. თუმცა დარწმუნებულია, რომ მალე გაცნობის ბიუროს შექმნის და მეორე ნახევრის მაძიებლებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმარება. გეგმა დიდი ხნის წინ შეიმუშავა. მერიას წერილობითაც მიმართა და ახლა მხარდაჭერას პირადად ქალაქის მერისგან ელის. გაცნობის ცენტრი როგორ შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი არის დასაქორწილებელი და გასათხოვარი. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ესე ფსიქოლოგების საშუალებით, დახმარებით ტესტირებას გაივლის როგორც ქალი, ისე კაცი. და თუ ხასიათებით დაემთხვა ერთმანეთს, ამ მონაცემებს მივაწოდებთ საზოგადოებას და საზოგადოება თვითონვე აირჩევს. ვინ შეეფერება? იქამდე სანამ წერილი ადრესატამდე მივა ბიუროს უკვე პოტენციური მომხმარებელი ხავს. 28 წლის ირაყულიაშვილი წლებია საბედოს ძიებაშია და სასურველი მამაკაცი ჯერ ისევ ვერ იპოვა. იმის მაგიურად რომ მამიდის მძახალის მეზობელმა გაგირიგოს ვიღაც, მე მგონი ჯობია რომ შენ მიხვიდე შეავსო ანკეტა თუ რაღაც და ამოირჩიო ადამიანი რომელიც შენ აზრებთან ახლოს არის. ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და ადამიანებმა შეუძლიათ რომ სხვადასხვა რაღაც დატვირთვით გამოიყენონ როგორც თვითონ აწყობთ, იმიტომ რომ თუ ჩაუღმავდები არც თუ ისე მართლა სახუმარდო სასაცილო არ არის. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ მამიდის ნათლის მეზობელმა არ გამირიგოს და გავირიგოთ ჩემით ვიღაც. თუ კი სიყვარულს ვერ პოულობ ასე, ერთი შეხედვით და ერთი ნახვით. ირასგან განსხვავებით, შალვა ცერცვაძის ინიციატივამ გორელების ნაწილი დააბნია. ადგილობრივებს ვერ გადაუწყვეტიათ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ინიციატივა მისაღებია თუ არა მათთვის. ჩემი აზრით გადააობენ, ოღონდ მართლა. არ მგონია რომ ჩვენი ახალგაზრდები ამაზე დანაღმა იყვნენ ყოველ შემთხვევაში. საღიაზრი არ ექნებათ ჩემი აზრით. ასაკიანება შეიძლება სადონ კი. საჭირო არ არა, პონჩია საჭირო ხა, 21 საუკუნეა და რეალობაა, რატო უნდა იყოს ეს საჭირო ჩვენთვის მით უმეტეს. გაცნობის და ანკეტების მიხედვით არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ დაიკარგება რეალური ურთიერთობები და ჩემი სოციალური ქსელი უფრო ჯობია, იმიტომ რომ აღთქმადია უფრო ვიდრე ვიღაცის მიერ გაცნობა ერთმანეთის. მანაც რო იცნობენ, გაიცნონ ერთმანეთი არამც თუ მივიდნენ სადღაც და ეგრე შექმნან ოჯახი, რავი, არა, მიუღებელია ჩემთვის. ბევრი ოჯახები ვიცი, რომ ეგრე უკავშირდებიან ერთმანეთს კომპიუტერებით იმითა და მალე ინგრევიან. რაც ვიცი, ბევრი შემთხვევებია ასეთი. ძალიან კეთილი საქმე გაქვთ ჩაფიქრებული და გააკეთეთ გეცვალე. გორელები სანამ გაცნობის ბიუროს საჭიროების აუცილებლობაზე მსჯელობენ. განცხადებას აკეთებს გორის მუნიციპალიტეტის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი ინიციატივას იუმორით ხვდება და არც იმას გამორიცხავს, რომ ავტორს ხელი შეძლების დაგვარად შეუწყოს. ნამდვილად არ ვიცი რა გაცნობის ბიუროს ითხოვს. ჩემამდე არ მოსულა ეს საკითხი, არავის არ მოუხსენებდა. ისე მოგახსენეთ, როდესაც მოვა ჩემამდე ეს საკითხი, მე ვისაუბროთ. 61 წლის შალვა ცერცვაძის ინიციატივის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში შიდა ქართლში პირველი გაცნობის ბიურო დაიწყებს ფუნქციონირებას. ცერცვაძის გათვლებით ბიუროს მომხმარებელი გახსნის თანავე არ მოაკლდება.